მოგესალმებით მეგობრებო, ლიგის კვიზი ბრუნდება. კაცშვილმა აღარ ვიცით უკვე რატო ქვია ამ თამაშს ლიგის კვიზი, მაგრამ მომწონს ეს სახელი და გავაგზავნებ იქამდე. სამ სპონსორი არ გვეყოლება. ამიტომ მოუწოდებ სპონსორებს, რომ შემოვიდნენ და იქნებ მათი სახელი დავარქვა. იმის კვიზი დაერქვა. ვინიცის, გაშენ რამდენს გადაიხდიან, მე ესე ვიტყვი. იკეა რა შემოვიდეს. იკეას კვიზი. ცუდია, მშვენიერია. მე მომწონს, მე უკვე მომწონს. იკეა გააქტიურდეთ. ემუ დიდებულია. მეგობრებო, დღევანდელი კვიზი ზუსტად იგივე წესებით გვექნება, რაც წინა რამდენიმე ეპიზოდი. ანუ მოვიტან რაღაც მოცემულობას, იქნება ან ქოთი არც ერთი არაა რეალურად, იმიტომ რომ ყველა არის სათაური, იმიტომ რომ დღეს სარბიელის დღე გვაქვს. ლეგენდარული ქართული გაზეთი და მათი ლეგენდარული სათაურები. გამოტოვებული მექნება ყველა 9 მოცემულობაში სიტყვა ან სიტყვები, არ გეტყვით რა, ერთი სიტყვა იქნება თუ რამდენი სიტყვა ის თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ და თქვენ უნდა შეეცადოთ რომ მოატყუოთ თქვენი კოლეგები. გვექნება 3 რაუნდი. პირველ რაუნდში ქულები იქნება სწორი პასუხი 1 ქულა, მოტყუება 3 ქულა, მეორე რაუნდში სწორი პასუხი 2 ქულა, მოტყუება 6 ქულა და ბოლო რაუნდი, სადაც 2 ვერსია გაქვს ჩასაწერი, ეს ერთი არის 5 ქულა, 10 ქულა. ან ორჯერ მეტია ყოველთვის არა. ბოლოს გარდა. 5-10-ია და 2-6 და 1-3 10 ეს ორჯერ მეტია. 5-10 ორჯერ მეტია. ვიწყოთ. მოვიმარჯვოთ. აი ჰუმანიტარია. მოვიმარჯვოთ. მობილური ტელეფონები. არა წინდება. მობილური ტელეფონები მოვიმარჯვოთ. იმიტომ რომ აპლიკაცია დავწერეთ ამისთვის როგორც ყველა ვიცი და ამ აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ. აბსოლუტურად რომ კამარი ვაკანტური დატოვა. დაბრუნდება. აბსოლუტურად თქვა რომ ტოლს წავეთო. და აბსოლუტურად პოსტებზე. მოიც აბსოლუტურად ერთიც არ ყავს? არა. თლიანად არის არბიელი. აბსოლუტურად ენიშენს თალკე გავაკეთებ. სულ აბსოლუტურად არ დასო. არა, რა თქმა უნდა. პირადი შოუა. ხო, აბსოლუტურად ვაკანტური დატოვა კამარი და იმედას დებიუტია. პირველი მოცემულობა. მოკლედ, ესეთი სტატია იყო, დაიბეჭდა სარბიელში, სადაც სათაური იყო შემდეგი. სირცხვილია. ფეხბურთმა თიძე უნდა იკბინოს. კაცების თამაში და გამოტოვებული ადგილი კითხვით სახელის ნიშნით, ბავშვებს 16 წლამდე ფეხბურთი აღარ ვაყურებინოთ. ამ სათაური დაიბეჭდა სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ FIFA ბავშვებს ფეხბურთში ჩართულობისკენ მოუწოდებს, ამ დროს კი მოედანზე ფეხბურთელები ხშირად გოლებს უხამსი ჟესტებით აღნიშნავენ. ანუ კარგად რომ გაგიმარტოთ, იყო რომ FIFA მოუწოდებს, ავტორი ამბობს, რომ ბავშვებს მოუწოდებს ერთის მხრივ, რომ ფეხბურთში ჩაერთეთ და მიდით და უფრო მეტად დაკავებულები იყავით უყურეთ და ამ დროს ჩვენ რას ვთავაზობთ? აქეთ ხარ რა ხდებაო, რომ ზოგი რას კადრულობს მოედანზე გოლის აღნიშნვისას და ზოგი რასო. ახლა აქ თქვენ უნდა მითხრათ აი ამ სათაურში ფეხბურთმა თიძე უნდა იკბინოს კაცების თამაში და გამოტოვებული ადგილი რა არის გამოტოვებული სიტყვა თუ სიტყვები ეგ უკვე თქვენ გადაწყვეტეთ და მომწერეთ მუსიკალურად გაფორმება არა ვერ ვქენი ანუ შენ გაფორმება მეგობრებო, ვერსიები გვაქვს შემდეგი. სირცხვილია ფეხბურთმა თიძე უნდა იკბინოს. კაცების თამაში და ასეთი პიჟონობა, ასოზე კბენანი, ამდენი კოცნა, ტრუსებიანი ფორვარდები, ბანჯგვლიანი მკერდი. რომელიც გონიათ სწორი პასუხი, ეგ ციფრი მომწერეთ. აჰა. პიჟონობა. Получите пижоны. ვალენსია ბარსელონა. ასოზე კბენანი? ძალიან კაია. ვოუ, ეს ნართანიანი მრავლობითია. აი ხო, არ ვფიქრობ. აი, თან ეხლა ვიცი ვილაპარაკო, თუ არ ვილაპარაკო. აი, ტრუსებიანი ფორვარდები რატო იქნება ჟესტებ, უხამს ჟესტებთან მიმართებაში. არ ვიცი. ეს ალბათ იმედასია იმ დაჟე რომ მიხდა. ბანჯგვლიანი მკერდი შეიძლება მაისურის გახდას გულისხმობი, მაგრამ უხამსია მაისურის გახდა? რაღაც უფრო ის იქნება. კრისტიანო რაც გააკეთა ატლეტიკოსთან, არა? არ ვიცი. რომელი წლის არის არ გვეტყვი ხო ეს სათაური? არ მახსოვს ზუსტად. 2002-დან 2006-მდე. სავარაუდოდ. იმიტომ რომ მაგ წლების ნომრებს ვათვალიერებდი ამში და არ ვიცი, ვინ მომატყუა, აბა? საინტერესო. მივიწერე. შინელი ვარიანტი ავირჩიეთ. ბატონო, ანდრო, რა ირჩია შენ? ასეთი პიჟონობა. ბატონო, რა ირჩიეთ ხე? ასოზე კბენანი.
მეც ასოზე კვენანი. მეც ზეგავერჩი. სწორი პასუხია ასოზე კვენანი და შენ მე მაჩუქე გულობა. და შენაჩუქე ასოზე კბენანი რა არის? აი ისეთი რომ არ დავწერდი. ასოზე ანუ სარცხვენალზე ვინ უკბინა? რაღაცა ეგრე რაღაცა მოხდებოდა. ეხლა გეტყვით ისტორია რა არის ამის უკან ესპანეთის ჩემპიონატში კი ესპანეთის ჩემპიონატში ზუსტად ვერ ვხსენებ რა თამაში იყო არ მახსოვს ფეხბურთელმა გაიტანა გოლი და დაწვა ასადიშნავად და თავის თანაგუნდელი მოვიდა და ასოზე უკვინა მართლა უკვინა თუ ნუ აი ეხა პირი მიიტანა იქ და ეხა არ ვიცი ჩაკბიჩა თუ არა მეც ესეც სტატიას დავწერდი და მართალი ხარ სტატიის ავტორი. ანუ 4 ერთი წამით? 1 ხო? კი. 4-1. აუ იმენა რა. ან ნართანიანი მრავლობი ციხემ რასაც გაუსვა ხაზი ეგ იყო ნართანიანი მრავლობი ნართანიანი და მართარნიანე ჩვენგან ნართანიან მრავლობი ნიკა პირიქით დაწერდა თითოები ჩვენ. იავა თითოები. აი ესე მაგრებს იმას რა უპირატესობას. ნართანიანია რა. ანდრონული. დაგეწერეთ ასეთი პიჟანობა თქვენ. ჯერ მე მეწერა ამდენი კოცნა და ამდენი მოწინება. კარგი, კოცნა რატო? ტრუსებიან ფორვარდებზე რატომ მივხვდი რომ აი მიყავე ისნი იყო რა მიხდი ტრუსები. იმიტომ რომ გოლის აღნიშნულზე ვაპარაკობთ რა ტრუსებიანი ფორვარდი. მირკო ვუჩინიჩი მეც ეგრე აღნიშნა და რაღაცეები შენ მაგ გულიანი. ო და მეთქი მაგაზე წამოგაგებდით გადავიდეთ მეგობრებო შემდეგზე ბოლოს მომწერ ბოლოს. აიდენი არ მიფიქრი. და შემდეგი არის ესეთი რამ 2001 წელს ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსი ბაიერს, ლევერკუზენის ბაიერს დაუპირისპირდა და მოკლედ მასპინძლებმა ის თამაში 4-0 მოიგეს. უკაცრავად სარბიელში ამ თამაშზე სტატიის სათაური ასეთი იყო. მე ვხედავ ტაბლოს. ზეგი ხო ახლა? არა, უკაცრავად თქვი და ხალხმა უნდა იცოდეს რომ მეც კი შეიძლება ცუდად გავხდე ხა. შეიძლება გაი არა. მე ვხედავ ტაბლოს. გამოტოვებული ადგილი გერმანელთა თვალებში დარჩა. იუვენტუსმა მოუგო ლევერკუზენს 4-0. კი. მიუხედავ მზეს. სარბელში ამ თამაშზე სტატიის სათაური ასეთი იყო. ბიჭო, მოსა. ხა მე ვხედავ მზეს თავარი გვირები ვინ არის? სოსოია და ხატია. სოსოია და ხატია. დან 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 დან. იქა სოსოიას რუსი ხო და არა სოსოიას გერმანელი. სოსოიას რუსო? სოსოიას რუსო. აი, თამაში ამ თამაშზე სტატიის სათაური. ეს უკვე რასადროდისი არის ხა. სარბელში ამ თამაშზე სტატიის სათაური ესეთი იყო. მე ვხედავ ტაბლოს. მეგობრებო, მოკლედ, მე ვხედავ ტაბლოს, ნისლი გერმანელთა თვალებში დარჩა. სოსოია, ბოდიში. სოსოია გერმანელთა თვალებში დარჩა. მზე გერმანელთა თვალებში დარჩა. დელ პიერო გერმანელთა თვალებში დარჩა და გუგები გერმანელთა თვალებში დარჩა. ვარდები. აი, გუგები გერმანელთა თვალებში დარჩა? კი, გუგა სამნიშნულო. კაი ეს ხუმრობა არის ხა, ნუ გავიგე. ხო ეს ხუმრობა გუგა, თვალის გუგა. არა, გავიგე, მაგრამ რაღაცას ვიგულე. არა, ორმაგინი ვიხდება. არ მგონია. ფეხბურთელი ხარ. აი, არა. სოსოიას ელია ფეხბურთელი იყოს ვინმე? სოსოია აი ვიღაცის ნაჯღაბულ ვერსიას გავს. თან, მაგრამ აუ ეხა არ მინდა ვიღაცას შეუქო ვერსია, მაგრამ ალესანდრო და სოსოია ალექსანდრე და სოსო არა ერთი იგივე ხო? არა, რა იოსებ. კი, იოსებია. იოსებ ფეხბურთელი ხო არ იყო ვინმე? არა. ჯოზეფ. არა. მაგდროინდელში ალესიო ტაკინარდის ეძახდნენ სოსოს. კაი, შენი ვერსია სოსო? ჩემი? იმის. ანიმის. ჩემი არ არის. კარგი. რა უპასუხე ანდრო? მზე. ვისა ჩუქე გულა? მე ბატონო. არ ხდება. ეც მზე უპასუხ. ასევე გულა ჩუქე? ჩუქე მე ვისვა ჩუქე ნისლი. სწორი პასუხია. ნისლი. სწორი პასუხია ნისლი. რატომ ზე? სი. რავი ჩერტო. ლაპაზაკდებოდა შეჭ. ზე იმათ თვალებში დარჩა. მე ვხედავ ტაბლოს. აბა ნისლი თუ სწორი პასუხია. კითხვა, რომელიც ეხებოდა თვალებს, აუცილებლად მე უნდა ამხო. მაგრამ ნისლი რატო დარჩა იმათ თვალებში? ინგლისში არის ამ ლიგის ფინალი სავარაუდოდ და ნისლიანი ალბიონიდან არის ეგ ხო? არა, ამბავი იყო ეს, რომ ეს თამაში გადაიდო რამდენიმეჯერ ნისლის გამო და მე რომ გაიფანტა ტურიში ნისლი და ითამაშეს. აჰა, ოკეი. ნისლი დარჩა მაინც. მეგობრებო, არ ლეიბოი. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს გერმანია და პორტუგალია დაუპირისპირდნენ. მატჩი მესამე ადგილისთვის. მატჩის პრევიუ სარბიელში კი ასე დაასათაურეს. დოიჩლანდი და გამოტოვებული ადგილი. უნდა დაწეროთ რა. წერა სათაურში. გერმანია, პორტუგალია იყო თამაში. პრევიუ, ანუ თამაშამდე დაიწყო. ოკეი.
დოიჩლანდი, ანუ გერმანია. და კავშირია. ან დააგზავნა ეს. დათი იწყე. 0 ქულით მინდა დავასრულო დღევანდელი წარმონაქმნი. ცადია თუ გამოგიო. მე უკვე ხისტების რებიაზე მივდივარ. რანაირად მიდიხარ პირველი ხო? აი 0. არა, 0 აქვს, 0 იმედზე. ნულები თვალებში ლევერკუზენის ფეხბურთელებს. ვერსიები. მოკლედ, პრევიუ ასეთი სათაური. დოიჩლანდი და პიჟონები, დოიჩლანდი და პორტუგალი, დოიჩლანდი და ყასაბები. ყასბები უნდა ეწეროს. როგორც ჩემი ის არის განუტანა. ყასბები, დოიჩლანდი და პორტუს მადლი, დოიჩლანდი და კლინსის ლანდი. კლინსის ლანდი რა შუაშია, ანუ ამ თავრებდა ამით ბოლო თამაში შენ ახსენია მაგ თუნელის. მე გავიხსენია, შენი ვერსია. როგორ იყო? კლინსის ლანდი? ო, კარგი. ალბათ, მაგრამ ან იმედასია, ან სწორი პასუხია, მე ესე ვიტყოდი. ჩემი არ არის, არ დაწერეთ კაროჩი. არ დაწერეთ. პორტოს მადლი კარგია, პორტოს მადლიც კარგია. ამაზად გამოიყურება და ისლანდი და მადლი რა შუაშია. პორტუგალი რა. ეს პიჟონები კაროჩი რა არის? ეგ არის ხდება პასუხი ვარიანტია? ეგ არის ანდრო. იგივე ცოტა დაუძახდნენ პორტუგალიას. რავი, არ ევასებოდ. შებროსტა. რონალდო ხო მაგ დროს იმენა ის იყო ხალხისთვის. ხო, არ ვიცი, აიგრეც, რუნის რო ის უკნა. რუნი რო გააგდებინათ რა. ფიგური, ყასბები იმიტომ რომ იჩხუბეს ნიდერლანდებთან, მაგრამ კი ბატონო, პორტუგალი რატო? მე არ ვიცი, ქალი რა ხო? ვერცვაშია. დაუწევ. პორტუს მადლი რა შუაში. მინდა რომ არის სწორი ავში ხაბარო ვეჭი. ვიცი რომელიცაა. ნუმაბრაზებ ხა. რანაირად იცი რომელიც? ისლანდი, გერმანია გერმანია, და გერმანია და პორტუგალი რა შუა. ანდრო რა უპასუხე? პორტუგალი. შენ რა უპასუხე? ანუ მე რომ მეკითხა ესე არასწორი პასუხი მაგასებული, იმიტომ რომ პირველი არასწორი. ყასბები. ყასბები ვისია. მე უპასუხე. ანუ სწორია. შენ რა უპასუხე? კლინსის ლანდი შენი იყო? არა, კლინსის ლანდი ვუპასუხე მე. მეგობრებო, პორტუგალი დაწერა ორმა ადამიანმა და ამიტომ გავაერთიანე რა. რაშიჯო? პორტუგალი შენი ვერსიაც იყო და შენიც. ავტო ბიჭო რა. პორტუგალია, პორტუგალია, დოიჩლანდი ხო გერმანია და პორტუგალი. პორტუგალი. პორტუს მადლი მე დავწერე, ფიგუს მადლი უნდა დამეწერა და აი თავში სადღაც ავიდია. სწორი არის კლინსის ლანდი. ანუ ესე იგი, იმედა აიღო 4, 12 ქულა, ლუკამ აიღო 4. 9 ქულა, ციხე. ყასაბი ვისი იყო? ყასაბი ანდროსი იყო, andros აქვს 3 ქულა. და პიშონები ვისი? ასე ვარ. ჩემი სადღაც პირველ რაუნდის ბოლო შეკითხვა. პირველ კიდე პიჟონებს დავწერმა შენაგზე. კაი, ნუ ხართ მოწყენილები, მოიხოთ. ბიჭო, ძალიან ბევრი ქულის. არ მიხარია რა ვაგებ უბრალოდ რა ეგეთი. თამაშობ. ბიჭო, ხომ არა, რეგ თუ ვიცი, მოახდინე, არა, ეხა აი ამ წამს არ ვარ ბედნიერი. კაი. აი ვერ ვარ ეს ხასიათი. წინა მოვიგე, აი ეს იქ მისცემ. წინა არ მოგიგია. უეჭველი მოვიგე. ნი ფაქტ რომ მოიგე. არა, არ მოვიგე. არა. აი ChatGPT-ს ვკითხოთ, ყველას ვკითხოთ. რა თქმა უნდა, მოვიგე. კლოც დავალაგებ. გავაკეთებიოთ ეგ. კლინსის ლანდი სწორი იყო? კლინსის ლანდი. მაგრამ ციხის მოგციხეს. რატომ? კითხულობ, რატომ? ისლამი. მივხვდი მიდიოდა თამაშის მე გერმანიიდან. მე არ ვიცი რატომ. კაი, მე თუ მეკითხები მე ზარ. Deutschland, კლინსის ო, ლანდი. არა, ეგ გასაგებია კაცო. კაი, შემდეგ. მესამე ადგილი. რაუნდის ბოლო შეკითხვა. გამაგიტო. რაუნდის ბოლო შეკითხვა. 2002 წელს UEFA-ს თასის მერვედფინალში ლიონი ლიბერეცთან, პარმა კი შინ აპოელთან დამარცხდა და ტურნირის დაემშვიდობდნენ ერთად. ამ კლუბების ამიწერი აქვს რას თქვა საერთოდ? მოულოდნელ გავარნაზე სტატია კი ასე იწყება. გამოტოვებულია ადგილი აბაზიანივით დააბზრიალეს ლიონი და პარმა. კარგია. შაჰ აბაზიანივით? აბაზი იყო 20 თეთრი, ხო? აჰა. და 20 შაური. 20 თეთრს ხო შევავღვქვით. როცა, ანუ ვიღაცები აბაზიანივით დააბზრიალეს და მე არაფერი არ არის და ლიონი და პარმა. სათაური არის? აბაზიანი. არა, სათაური არის ეს, სტატია უბრალოდ სტატია იწყებოდა ესე. რა გამოტოვებული ადგილი აბაზიანივით დააბზრიალეს ლიონი და პარმა. იმიტომ რომ ერთმა 4-1 წააგო გასვლაზე იმასთან, ლიბერეცთან და ამას სახში წააგო აპოელთან. და გამოვარდნენ მეორე ფინალიდან. მაგალითისთვის, ასე ლურჯი აბაზიანივი დააბზრიალეს ლიონი და პარმა. ისე ვიძახით. ლურჯი ვერ იქნება, რა თქმა უნდა, პასუხი. მოკლედ, სტატია თქვენი ვერსიებით ასე იწყება. 20 აბაზიანივით, წკიპურტ წარტყმული აბაზიანივით, მოჩუქურთმებული აბაზიანივით, წითელი აბაზიანივით,
მუქთა აბაზიანივით. დააბზრიალეს ლეონი და პარი. მოჩუქურთმებული კიდე შენი ვერსია. ხო, ის იმედას დასცინი. აბსოლუტურად. ანუ იმ ჩვენ მეგობარს ეს ვის ვერსია? კარგი. წითელია. მე გავიარა. პასუხი. რატო ხო რა და ლურჯი მოიყვანა მაგალითად წითელი არ იქნება პასუხი. ხო, უეჭვს, სწორი ლოგიკა. იკუთ წარწმულია. ალბათ მუქთა აბაზიანი. წითელი აბაზი რამის ხო არ ნიშნავს? დამშვიდი ბილო არავინ ჩაშევს. ანუ არა იჩო ვერსიას. გადავიდეთ უფრო ისე ქულებზე რომ მე როიცოდეთ წითელი აბაზი. დავსერიოზულებ. გავზერიოლა. Skyristic ნადილა. აჰა, მოგწერე. მეგობრებო, ყველამ გამოიცანით გამომდინარე იქიდან რომ თქვენი ვერსიები იყო ძალიან ცუდი, ძალიან მარტივი გამოსაცნობი იყო, რომ რა თქმა უნდა წყებულ და წარწერა ვერ მოვიფიქრე. ხო, წყებულ წარწერული აბაზიანივით არის სწორი პასუხი და სწორად მივხვდით ასევე იმას, რომ თქვენგან არც ერთი ამას არ დაწერდა ასევე. არა და ძალიან კარგი შანსი ქონდათ, რომ სრული აბსურდები დაგეწერა. ხო და ვერ მოვიფიქრე, რაღაცა ის მინდოდა წილის კენჭის ყრა თუ რაღაცა ვერ ვსიტყვა ვერ მოვიფიქრე და მეწერა მაგისთვის. წითელი ვისი იყო? ჩემი, იმიტომ რომ იფიქრებდით, რომ რახან ნიკამ ლუგი თქვა, მე არ მოვიტანდი. არა, ჩემს ზუსტად მაგიტომ გამორიცხა. წითელი დაწერა. ხო და მე მოჩუქურთმებული შენი იყო იმე? ესმის. ვიწყებთ მეორე რაუნდს. ალბათ შენი იყო. ვიწყებთ მეორე რაუნდს. 20 არ მოგეწონათ? 20 აბაზი. ეგეც 20. კეტევით შენ ხო არ მოიწევს. მეორე რაუნდი. რუმინული ავეჯივით. კი. სადაც ქულები იზრდება. მეგობრებო, ქულები ეს მორჩ სხვა ქულებზე თამაშობ. 3-6-ია უკვე. ოკეი. ხო უკვე. 3-6 და 2006 წლის სოფლიოს გარშემო ორიგი შეკითხვა. შეიძლება პირველი. რა ვერ გავწვით თამაში. ისევ ეს თამაშია, მართალია. 2006 წლის სოფლიოზე გერმანიამ ბრინჯაოს медаლი მოიგო. შვაინშტაიგერმა პორტუგალიასთან დუბლი შეასრულა, მაშინ მე მგონი 21 წლის იყო, თუ სწორად მახსოვს სტატიაში. რატო გვაი რატო? არა, იმიტომ რომ სოფლიოზე გაიტანა ეს მინიშნება ხო არა? ორი გოლი, რომელიც აქ გაიტანა, იყო პირველი და მეორე მის ამ სოფლიოზე და მის კარიერაში სოფლიო ჩემპიონატებზე მე რა ვიცი გავდა. ბიჭო, იმასთან რა გატანა არგენტინასთან? მერე შესაძლებელი. ეს ფაქტი გახდა სტატიის სათაურის მთავარი ინსპირაციაც, ანუ მისი კარგი თამაში, რომელიც ასე გამოიყურება. მიდი და გამოტოვებული არ. კი მიდი მოდიო. სხვადასხვა მესამ, ანუ ჰეტრიკის იქნებოდა, მაგრამ ავტოგოლი იყო მესამ. ასე კითხვა არ მიგვანიშნა. არა. უბრალოდ მიგანიშნა და უბრალოდ ხაზი გავუსვი იმას, რომ შვაინშტაიგერმა ძალიან კარგად ითამაშა ის სოფლიო და ორი გოლიც გაიტანა იმ ფინალში. ასე გამოიყურება. სათაური მოკლედ ინსპირაცია და ვერსიები რა გვაქვს. მიდი ბასტი ბუბუ. მიდი ბასტი, მიდი ბუბუ. მიდი ღორუკავ. მიდი ბასტი ნუნუ გელოდება. მიდი მიაწეკ. ვიცი სწორი პასუხი რომელიც იქნება. მიდი ბასტი, მიდი ბუ. იმიტომ რომ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ორი ქულა მომემატე. აი ხორუკავს თუ დაწერეს, არ ვიცი. ძალიან კაია, მაგრამ ზუსტად ვიცი ანდროს ვერსია რომელი. მიდი და არჩი ხა იქ. მიაწეკ არა ისა კიდე რა ვიცი. მიაწეკ. იმედ რა უბასუხე შენ? ნუ გელოდი. ნუნუ გელოდება. ეს ჩემი ვერსია, ვიღაცა შენ რა უბასუხე ლუკა? მე პირველი ბასტი ბუბუ. ეს ჩემი ვერსია. შენ რა უბასუხე? ეს ბასტი ბუ. ეს ჩემი ვერსია. მიდი ბასტი ბუბუ იმედას ვაჩუქე ქულა. ეს ჩემი. სწორი პასუხი იყო ღორუკავ. ღორუკავ. მიდი ღორუკავ. შვაინს მოფერებით. ამიტომაც მიდი ღორუკავ. რა თქმა უნდა ყველა აი მიდი ბასტი ბუბუ ხო ეჩეთ. მიდი ბასტი მიდი ბუბუ საკერჩიეთ, ჩემი იყო. არა, ინტერექშენი. მაგდენი წერტილ. იმედამ რა პრამეტი ქულა დაუბატეთ იმეთ. ანუ კარგად მოვიტყვე, მაგრამ 3-ჯერ 6 18 ქულა. კაი იყო და 11. მოდი. კარგი იყო. ლუკა 6 დავიმატე. არაფერი. ეს რო ახლოდან უკარგი შენ. მოიხო. იმედა. ვიგებ, მე ვიგებ. შია ხო. გილოც. მე ხო შეიძლება რომ შენც მოიხო. შენ რო იგებ, მე ცხოხებზე ვარ. აუ რა სიგიჟე მიდი ბასტი ბუბუ ხომ ხო. ან ძალიან მიდი ბასტი მიდი ბუბუ მეც ვიფიქრე. მიდი შემდეგი, მეექვსე. კაია. მილან კაკას ეხება, ანდრო, შენთვის მაგ ეს. კაკას ეხება. მილანში კაკა მოკლედ ახალი გადასულია, პირველი სეზონია, თავიდანვე კარგად დაიწყო თამაში და ერთ-ერთი პირველი ინტერვიუა. მილანში კაკას პირველი სეზონი ჩინებულად დაიწყო, რაც უკვე თქვი იგივეს ვკითხულობ და ამ ინტერვიუს თარგმანი იყო სარბიელში, რომელიც ასე იყო დასათაურებული.
გურმანი კაკა, მილანი გამოტოვებული ადგილი. იცი შეჩება პასუხი. დაგეთხული. მართლა? არა, თქო. არა, იცოდეს პასუხი ხوار მიძედა პასუხს. არა, კარგად იმას შეცვალ. გურმანი კაკა, მილანი რესტორანი. რა უნდა? ეს როხადიჯეის ვონია. Зрохадиджи. Ну, как говорится, зрохадиджи. Можно сказать, загли брейк-данс. Аик бабушек миосе. ბავშვებმა გურმანი კაკა, მილანი კაკა. აი, ამოჭერეთ საშინელება. აუ, არა მოჭერთ. პირველი ტიზერში. საშინელება. მოკლედ, სათაური გურმანი კაკა, მართლა. მილანი კამფეტი ვიტყვი. Сუერში. გამწუთა ხანი ანდროს ვერსიას პოულობს და ეს რო უბრალოდ დაწერა და საშკარა აუ დოქსრა მე რა საკაიფო აი ვერსია ქონა კაკაშკა იმას მოეწავდა საკაიფო ეხა იმ 4-დან ავალშე შენ რომელია მითხარი და მივაგნებ იმას კამფეტივი თქმილი ვა ეკლებში ვა სუხეგერცია ვა საკაიფო დათქმა კაია დათქმას ვუჩოთ მეხუთე კაი, ანდრო. კაი, პოდიში. ანდრო დეტექტორი მიკეთია. შემდეგზე ცეთო ვაგზელებთ ეხლა რა ჩვენით ეხა ირჩევთ პასუხი. მილანი კამფეტივი თქმილი კაია ესე მაგას ეკლებში ეკლებში, აჰა, არ აი ეს ხა მილორას ვერსია და ერთი მინისტრი მოგვჭირდება და გამოვისვათ. რა ეკლებში. არის და სავარაუდოდ იმედას ეწერილია. ჩემი არ არის. არის მე და ეგრევე აღსრიდა. ნახე ეგრევე როგორც კი დააქვეშნებდი ეგრევე ძიაზე დავცინეთ მაგას. წამოიგებოდა ეს. ჩუმად გუგუნებს რაღაცეებს. გუნე. მილანი კამფეტივი ტკბილია დღეს ჯონეტა კამფეტივით ეწერა გამომერიცხა. მაგ დროს იყო. ფენ ან კანფეტივით. ხო და ნახე კანფეტი სწორად წერია და ამიტომაც შეიძლება მართალი იყოს იმედოღლუ. დათკმა. დათკმა ეს ხო, პასუხები. არავინ. გურმანი კაკა. მილანი დათკმა. საკაიფოა. No, იმიტომ ჩემი ვერსია. სუყე კერძია. No, სუდი ვერსია. ეკლებში. ეკლებში შეიძლება იყოს სწორი პასუხი. რატო? იმიტომ რომ ჩემი ვერსია არ არის. რატო? არ ვიცი, არ ჯდება და მილანი ეკლებში. რა ეკლებში? პასუხი. დავწერე. ალოგიკური რაღაცა ლუკა პასუხი. დათკმა ჩემი აზრით ახლა დროს სწორი არ პასუხი. არის თუ დათკმა. გაინტერესებს. დათკმა არის შენი ვერსია? არა, სწორი პასუხი ჩემი ვერსია. მოიცა. მილანი დათკმა. ყველას პასუხი გვაქვს, დავიწყეთ. კაი. იმედ რა უპასუხე? სუყე კერძია ალბათ ციხეს ვერსია ლუკასია ხო მეგონა? ჩემი ვერსია. ლუკა შენ რა უპასუხე? ეკლებში. ეგ ჩემი ვერსია აი რა ვერ მივხვდი მაგით და კამფეტივი ხო თქვა თქმილი. მისი ამეთ. კამფეტივით თქმილი. კამფეტი ვიტყვილია ნამდვილად. დათკმა ანუ ჩემი. ჯერ მე არ მეკითხება ეს სწორი პასუხი. ესე იგი ანდრო ეხა უნდა იცოდეს. ციხები ვერ გამოიწვევს ანდროს ვერსია ეგრევე არ დაიდო. და მე ნიკამ ეგრევე არ დაუსვას კითხვა რომ შენ იმან დაუწერე 6-ს დამატებით ერთმანეთი ერთმანეთი 6-ს ხო? კაკა ხო და კაკა მე ეკლებში დავწერე, იცი? იქებ რამე კერძია თქო და გურმანობა მაგიტომ მიეწერს თუ კამფეტის ის რა გურმანობა. კინძბარში პონტია, ხო? რაღაცა მეთქი ეგეთი ხო არა მაყვალი იმ რაღაც. კლებში რა მომდეო? გურმანი ჟიტი მაყვალშია მილანი ეკლებში. აუ რა დებილობა დავიწერია რომ აი ეს ქონდა ჩაფიქრებული. არა არა რომ მურმანის გამოეწერა, გურმანი მურმანს რო ერითება ეკლებში. ოპა იმედას პრაიმი არის სავარაუდო. მე აი ამ დროს იმედა მოძრაობას იწევს. ჩემი არის აი ამ არის მოტივირებული. მეგობრებო, იმედა კლაუს ტოპ მიოლერი, აი, მოკლედ. ეს არის ცინცხალი ამბავი, ჯერ კიდე გადაწყვეტილი არ არის ტოპ მიოლერი ნაკრებში. მაგრამ არა, ყველაფერი ამაზე მიუთითებს უკვე. ჩამოვიდა, შეხვდნენ რაღაცა და სტატია გამოდის. სათაურით, ნუ თუ გვეღირსა, გამოტოვებული ადგილი კითხვის ნიშნით. ტოპ მიოლერს კარგი პირი უჩანს. ნუ თუ გვეღირსა, კაი ტრენერი უნდა. ფოფხა რო იყო სამსატოს ავტორი დაწერდა. ნუ თუ გვეღირსა. ტოპ წრთული. უტოპეს. ტოპიოლი მართლა. მაშინ ხაი ტოპს თუ დაწერდნენ და რა. ტოპ. მაშინ ტოპ-ჯი იყო შენი აზრით ნიკა? არა მგონი, არ შეიძლება იყოს. ჯერ დანიშნული არ იყო ხო ჯერ დაინიშნენ მე მე ლუკა ეს ციობერი პერიოდია, ამ დროს თუ გახსოვს, მან გამოანათა და მწვანე ბუცები ეს. ხე იქ ფეგმურთელი პირველი ვახშე, რა. განმაგარი. უბანში და მაგან ამოწი ძალიან მაკურდებოდი და მაგარი. ლუჯითასები მწვანე ბუცები ცაცია ესეთი. მე
ეგ არა, მე მიფროსებოდა. მეც შეთამაშობდა ჯერ კიდე. ხო. მე ფლანგზე რო ჩაირბინა. ადებაიორზე რო და მეცი რო თამაშობდა ჯერ პირესი. და არსენალი და ვილიამი თუ მეცში მემას. დიდაკვილა, მე სპენდილში მევასებოდა და. ვინ დარჩა? ციხე დარჩა და ანდრო. იმედა და ანდრო. და ანდრო. ნუ თუ გვეღირსა სანტა კლაუსი, ნუ თუ გვეღირსა წმინდა კლაუსი, ნუ თუ გვეღირსა ახალი წელი, ნუ თუ გვეღირსა ჩვენი კლაუსი, ნუ თუ გვეღირსა რამე. ოპიოლეს კარგი პირი უჩანს. რამე კაია. რამე თუ ანდროსია. რამე მიიწერეოდა. ნუ თუ გვეღირს ახალი წელი. ოპიოლეს კარგი პირი უჩანს. წმინდა კლაუსი, მაგდანო ეგრე ეძახდნენ ბიჭო მაგდო. არაფერს არ ვიცი. არა, მისი მოჭოლი რამეა. რამე მიიწერე მე. რამე მიყვება. ჩამიკრა და რამე მიიწერე. ციხე, შენი არ ჩავარი. დაგჭირს. ლეცინება რა ვქნა. ყველა მოიწერეთ, მაგრამ ყველა სასაცილო ჩემთვის რა იყო, იცით? რომ სამმა კაცმა მომწერეთ სწორი პასუხი. თქვენ სამმა მომწერეთ სანტა კლაუსი. და სამეს მოგწერეთო შეცვალეთ ვერსია თქო და ანდრო ერთადერთი იყო რამე. დანარჩენი იყო სანტა კლაუსი. ყველამ გამოიცანით სანტა კლაუსი არის სწორი პასუხი. და კარგი იყო, კარგი ვერსიები იყო, აი რამეს მაგვირად კიდე რაღაც სხვა რო ყოფილიყო. წმინდა კლაუსი იყო შენი. ჩემი იყო წმინდა კლაუსი. შენი. ახალი წელი. შენი ახალი წელი და ჩემი იყო მერვე. იმ დროს ეძახდნენ რასტიშო სარბიელია, ხო შობა ეგეთ. წმინდა კლაუსი. ხო და 2001 წელს მოკლედ მიდსბროს ფეხბურთელი აბელ შავიერი UEFA მაგზალური პრეპარატის მიღებაში დაადანაშაულა. ნუ მიღებული ქონდა დაადანაშაულა რა, გამოიჭირეს. ამ თემაზე სტატიის სათაური კი ასე გამოიყურებოდა: აბელ გამოტოვებული ადგილი კითხვის ნიშანი. მოგწერა. ვიცი რა თქმა უნდა დაჟუხტები, ალბათ შეაცვლებულია ფალბოთ. იდან ცეზურა და იგივე ხო არაფერი, ყველაფერი კარგად არის, სხვა რამეზე გამეცინა საერთოდ. ყველაფერი კარგად ძმაო, ყველაფერი ჯიგრულად. კარგი უნდა ვაკეთოთ ყველაფერი. ამ ძმაზე პენალი რო დაინიშნა საფრანგეთთან რა დრო იყო? მართლა. ევრო 2000. მართლა შავიერი მევასებოდა. ონძაი. ზიდანმა გაუტანა ვიტორ ბაია ფოტოშოპი. ჩემი აზრით საუკეთესო ვერსიებია, რაც დღეს ქონდა. ეცოლოდი თქვენგან წინა კითხვებში. კაინი ეწევს თუ კაინი? კაინი პორში კაინი. აბელ დალიე, აბელ შავიაბი, აბელ არავიძე, აბელ კაინი, აბელ ჩაიჯერი. აირჩიეთ მეგობრებო. ყველა კარგი ვერსია, კაინი არ უნდა იწერო? კაინი არ უნდა ეწეროს? ის დასვლა კაინის დასვლა კაინი. კაი არა უშავს. ჩემგან რა გინდა თქვენ? აბელი და კაინი ხო იცი? კი, მაგრამ აბელ კაინი. ჯერ ეს ერთი, რა უნდა ეწერო? ერთ-ერთი. ოჩახლიო. ჯერ ეს ერთი. ეხა გეტყვით რა, არა, არა. დავწუ ჩემი ისა? ერთი წამით, რამდენიმე რამე. ერთი რო სტატიის სათაურია და ღმერთმა იცის რა ოკეი. როგორ დაწერეს. მე მეორე. კაინი ხო. თქვენ თუ რაღაც სხვანაირად მომწერეთ, მეც ხო არ შევცვლიდი ამ ყველაფერს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ჩემია ბიჭო. მართლა გეუბნები. რავი, აბა თუ ჩემი ტიპი არა, ეგრევე არ გეტყვის თავშორს. ხო, დაი. მეგეთ. ორი გამორიცხე, სამი გამორიცხე თემის ხო ვიცი? დრა, იქნება არ არის იქნება მეოთხეა სწორი პასუხი. აბელ არა ვიცე. რა? ანუ მე მეოთხე რო პასუხი. ორი გამორიცხე ხო. ჩემი აზრით, ამ თამაშის ვერსიაში ჯერ ასე ვთამაშობ, მე 5 ეპიზოდია, საუკეთესო ვერსია გაიმარჯვა, ეხლა ყველაზე კაი. იმედასი იყო? იმიტომ რომ წინ ტირემ ალბათ ყველამ დაგაბნია, ხო? იმედასია. აბელ კაინი იყო რამდენიმე ახსნით, ნოვო კაინი, აბელი და კაინი. მე მგონი საერთოდ სხვა რამის გამო არ. აი ეს არის აქ ყველაზე მაგარი. მე რაც აქვს, აი ეს. ახლა კაინის გამოპასუხე. იმიტომ რომ ხოხები ფიქრობ რომ ამას რატო დაწერდა ვინმე. კოკაინი. ოჩახ, ბრავო. სწორი პასუხი იყო მეგობრებო, აბელ დალიე. ესეთი კითხვა იყო, რომელიც რაიჩე შენი მე. კარგი. ჩაიჭერი ჩაიჭერი შავიერს გაურით, ხო? შენია რა თქმა უნდა. ჩემია ჩაიჭერი. ხო გაიგო ჩაიჭერი. ძალიან კაი. აი ეგრე რა. კი. ოღონ ჯერ ვირჩევდი მეორეს, რომელიც იყო შავიაბი. 40 ხო აქ. 18 დაუმატე. 18. იმედა დეკლასირებას გვიკეთებს ახალგაზრდებს. ერთი წამი. ანუ აქ ჩანს რამდენად აღიმატება წინათაობა მომდევნოს. საშინელი თაობა. საშინელებებს იძახის. საშინელი. ბიჭო, რატო მე და შენ ვართ ერთი თაობა? რატო იმაში რომ ჩემი თაობა ეს? ჯამში ყველას ერთად უფრო ნაკლები ქულა გაქვთ ვიდრე იმედას.
ანუ კატასტროფები ვართ ბიჭო. 58-59 გავწითლდი ისე შემოცხვა. ანუ 6 წელია ჩვენ ამ შორის თამაშის ყოლა. გამოიძახი შე. ნახე ტიპები აი თიძე დაგვიქნია გავჩი ტიპები. 6 წელია ჩვენ შორის და რამდენად ამდენი არის? ძალიან. მე ვამბობ რომ აქ რა ვერსიების დაწერილა, სასაცილოს კი არ გულისხმობ, აი. ისე თამაში, ამის სპორტულ ვერსიას რო თამაშობდე, აი ეს არის შედევრი რა. აი ეს არის შედევრი. ია გაბროზი. აფსის პოპხამ მოგები. ეგ რო არ დაეწერა, არავის. ხო, ეს არის წინ რო არის. ამ თამაში კავშირი გაბროზი დიდიცაა, ტაპზე დიდიცაა. ყველაზე დიდია. ყველაზე დიდი არის. და მეგობრებო, ფინალური შეკითხვა, ბოლო შეკითხვა, ფინალური შეკითხვა, მეგობრებო, აქ სწორი პასუხი 5 ქულა, იმეს ადამიანის მოტყუება, ნებისმიერი მოთამაშის მოტყუება 10. ორი სხვადასხვა არის მოსაწერი. გთხოვთ ესეც შუაში დეფიციტ მომწერეთ რა. აი ესე. ოკეი. მივხვდით. ორი. მოკლედ ამბავი რა არის? 2006 წლის სოფლიო როგორც მივხვდით, 2006 გაზეთი გადაშალე. ამ წლის არქივს ვათვალიერებდი. 2006 წლის სოფლიოზე იტალიის ტრიუმფს სარბიელი მთავარ გვერდზე ან სათაურით გამოეხმაურა. გამოტოვებული ადგილი მარჩელომ იტალიას სიხარულით რაღაც. ერთი მაინც თუ ემთხვევა სიტყვა ორიდან შევაცვლებული ორივეს თუ იმერს დატო. ახლოს არის ხო მოგწერთ. ოკეი. მაგას ვუსვა. კიდე ერთი დარჩა ამის გარდა? არა, ბოლოა ფინალური შეკითხვა. ანუ მოი 6 წლის სოფლიოზე. და თეორიული სენსი არის. 35 თუ ავიღე, აიღე შეერთო. მეტი არა. ვერა ვიღებ. დავეხმარეთ ერთად. მიდი ხო. ბიჭო, დაჟე მაინც ვერ ეწევი 19 ხო? მერე? იმას 58-ია. 58-ია? ძალიან დიდია იმენ და მართლა იმსახურებს რა აი. აუ რა ტიპი მოვიდა და ნახა და დაგვიყვა. ძალიან გაასწორა თამაში. ანუ მართლა იმედია გვერდიდან საყურებლად არა. მარცხინოთ რა წასულიყავ 0-0. გვერდიდან საყურებლადაც მაინც ეგრევე იქნებოდა. ეხა რო შენ სულეთის. აი ანდროსავით იქ შეიძლება არ იქნება? ხო, მინდა რომ ის იყოს ხო. აი, ჰე, მოიცა ერთი წამი. და მაშინ ციხეს არ უნდა გავენადგურებინე. სათაურით გამა. გამოიწეს მეთოდი. მაინც მოიგებდა. მაინც მოიგებდა კი. ძალიან დიდი არის იმედა. აი ბიჭო, იმიტომ სფეროა თავისი ბებერია, მაგდოს კითხულობდა ამ სტატიებს. რა უნდა მუსოხარ? არც ბებერია რო არის. ლუკა, თავხედო. აზე არა ვარ. არა, ერთი თაობა არ ხართ. აი, მოვიცე. თაობა მე და იმედა არანაირად არ ვარ. მე შენ და იმედა. და ბარემ ისერგა. ისერგას თაობაც ხო არ? მოკლედ მეგობრებო, ბოლოს რა გვაქვს? სოფლიო მოიგო იტალიამ და გვაქვს შემდეგი მოცემულობა სათაურებში. თუთიყუშმა მარჩელომ იტალიას სიხარულით აალაპარაკა, მაესტრო მარჩელომ იტალიას სიხარულით გაალიპლიპა, თუთიყუშმა მარჩელომ იტალიას სიხარულით გააგიჟა, ლიპა მარჩელომ იტალიას სიხარულით გალიპა და მარჩიელმა მარჩელომ იტალიას სიხარულით არჩინა. გენაცვალა ჩემი. იმედაც ვერსიას გამოვისო თუ შეიძლება. მესამე. რატო? არის თუ არა პროსტა გითხარი ჩატში. არა. არა? თუთიყუშმა მარჩელომ იტალიას სიხარულით გააგიჟა. დაიბადა სადღაც რომში, პარიზსა თუ ნეაპოლში. თუთიყუში მარჩელო. ციხეშია შეძლო. ციხეს ვერსია ხო არა რომელი? ორია, არჩი. ერთი სწორი პასუხია მეორე ციხეს. ალბათ პარტიას ეგრე მეგონა, აუ იცი, კლაუსება და თურმე საბიუეს ერთი თქმით. კაი, დიდი ალბათ მარჩელო იტალიას სიხარულით არჩინა. საერთოდ სხვაგან ხარ? What the fuck? ანუ სკროლა დაიწყა. რა ხდება? კაი, ნუ სე. ლიპა მარჩელო იტალიას სახარულით გაის. რა უნდა საშინელება. დასწროს იმასაც ვერ ხვდებით. არ ვიცი, არ კოპირაიტი მოვა. უეჭველი მოვა. ამოუჩი თუ რამე, მაგრამ მოიცა და მოუს. ეგა დაიბადა სადღაც რომში, პარიზსა თუ ნეაპოლში. არ ნახდა და არ ვიცოდი. კაი, ვაძლევ ალბათ ციხეს ან მილორავას ვერსიას. ლეგენდა კაცია, ნუზარეგელი. მომწერე პასუხი. მოგწერე. არა, უკას უნდა. სულო. მე არის ეს დაიბადა სადღაც რომში. აი, მოიცა. კაი, მე რავი, არ ვიცოდი. მე ეგრე. აჰა, რა, წაიღე. კებათო. ლიპა მარჩა, ლიპა რუსულის თუ ვიცი. სიტყვა ვიცი ლიპა. მაგრამ მეგონა მაგას აირჩევდი, იმედას ვერსია იყო, ეგ არ აგირჩევია. ხო, ანუ ლიპა. შენ აირჩე? მე ავირჩიე რომელიღაც ამადგანის ვერსია მაესტრო და გაალიპლიპა.
თუ სწორია. ვითომ? ასეც არის, ხო? სწორია. მაესტრო გაალიპლება სწორია. სწორი პასუხი გამოისვა ანდრომაც. და თუთი ყუშმა ალაპარაკა ვისი იყო? ჩემი ორსე. ორმა კაცმა თქვა ანდროს პასუხი. ბოლოს შევედი ტრაიბში, ბოლოს შევედი. ყუშმა გააგიჟა იყო. 10, 20, გიყვეშა. 25 ქულა იყო ანდრო. არ მე ვიცოდი რომ ერთი მაშინ 25 ხო, ვიცი, ახლა და მეგონა სწორი იყო. ხო და არ ვიცოდი. 63. ხო, ეს დეიდა ჩემის ქმრის გამი. 63, 19, 14, 31. ესეთი ქულები დამთავრდა მეგობრებო. ბოლოსზე კი არ მეორეზე გავედი. როგორ მოიხდა? აბა იმედა ისეაც იმსახურებდა, მოგებას მეორე ადგილით საშილად ყვამოფილი ვარ მეგობრებო. საოცარი გადაცემა იყო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენი სპონსორები არ არიან. ვინ ჯერჯერობით რო იყვნენ. მაგრამ გვინდა რომ ვიღაცა იყოს და თუ იქნება იმის გადაცემა იქნება საერთოდ აუქციონი მოუგე, ეს შენ მოიგე. აუქციონი მოიგე. ლუკა იყო დამსრე დღეს. აუქციონი ბაფშე. დიდი მადლობა ლუკა რომ უბრალოდ შეავსე ჩვენთვის. და ახლოდან უყურე ჩვენს დაჯილდოებას. დიდი მადლობა. მადლობა. კარგად.